საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის ინიციატივაში თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. მარიამ ქართულ-ქრივიშვილმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა. გარდა ამისა, გაიმართა საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეხუთე სხდომაც. ნინი ჩუბინიძე ამბობთ. საქართველოს დელეგაცია თურქმენეთიდან კონკრეტული შედეგებით ბრუნდება. ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეხუთე სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ეკონომიკური პარტნიორობა, რაც თავის მხრივ ორი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას კიდევ უფრო დაახლოვებს. ეს კი სამომავლოდ გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველო-თურქმენეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას და ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც დამაკავშირებელი რგოლი მათ შორის თურქმენეთიდან წამოსული ტვირთების, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებისა და განსაკუთრებით ევროკავშირის მემართულებით ტრანზიტის კუთხით. ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და წარმოების სფეროებში თურქმენეთიდან ინვესტიციების მოზიდვა იყო მთავარი სასაუბრო თემა ეკონომიკის მინისტრსა და თურქმენეთის პრეზიდენტ შორის. ხაზი გაესვა საქართველოს როგორც საიმედო პარტნიორის როლს, რომელიც უზრუნველყოფს თურქმენეთის წვდომა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურასა და ევროპულ ბაზართან. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა საპორტო ინფრასტრუქტურაში სასაწყობე ინდუსტრიების განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით თურქმენულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია და გავუზიარეთ გამოცდილება. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ თურქმენეთთან საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, აქტიურად იცვლება მაღალი დონის ვიზიტები და სხვადასხვა მიმართულებით ფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს და გაფართოვდეს. თურქმენეთი მზად არის საქართველოს პორტებთან სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა შექმნას. ოფიციალური აშხაბადი ასევე გეგმავს ჩვენს ქვეყანასთან საზღვაო სფეროს ციფრული ტრანსფორმაციისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დასანერგად თანამშრომლობა გააძლიეროს. თურქმენეთის რკინიგზა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. წელს ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ტვირთულობაში გვაქვს მზარდი დინამიკა, ასევე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის კიდევ პოტენციალი იმისა, რომ უფრო მეტად გავზარდოთ და წელს ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანიც დაგვექნება ტვირთულობაში თურქმენეთთან მიმართებით. აშხაბადში გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება და საქართველოს სატრანზიტო როლის ზრდა.